არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. როდის არ არის მორჩილება ღვთისათვის სათნო. ყველამ კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია მორჩილება სულიერ ცხოვრებაში, როგორ სახიფათოა თვითრჯევლობა და საკუთარი თავის მოიმედეობა. აბა დოროთე ამბობს, მე არ ვიცი სხვა დაცემმა გარდა იმისა, როცა კაცი თავის თავს დაუჯერებს. თუ დაინახავ დაცემულს, იცოდე იგი საკუთარ თავს მიენდო. არაფერი ამაზე სახიფათო და დამღუპველი. არ არსებობს უფრო უბედური და დასაღუპოვად განწირული კაცი, როგორც ის, ვისაც არ ყავს მოძღვარი ღვთის გზაზე. ფოთოლი თავიდან მწვანეა, ქორფა და ლამაზი, მაგრამ შემდგომ თანდათან ჭკნება, ვარდება და ბოლოს ფეხით გასათელი ხდება. ამას გავს არავისგან მართული კაცი. თავიდან იგი მუდამ გულმოდგინეა მარხვის, ღვიძარების, მდუბარების, მორჩილებისა და სხვა სათნოებების მიმართ. შემდეგ ეს ძალისხმევა ნელ-ნელა უნელდება და რა კი არავინ ყავს, დამრიგებელი, თანამდგომი და გულმოდგინებაში გამამხნევებელი, უგრძნობლად ჭკნება, ეცემა და ბოლოს ემონება მტრებს, რომლებიც სურვილისაებრ ექცევიან მას და ამიტომაა აუცილებელი სულიერი ხელმძღვანელობა. მორჩილება არსებობს ჭეშმარიტი, სულიერი და არსებობს ხორციელი, კაცმოთნეობაზე დაფუძნებული. ჭეშმარიტი მორჩილება ეს არის ღვთისადმი, ერთი ღვთისადმი მორჩილება, ვისაც მისი აღსრულება არ ძალუძს და მოუკიდებლად დახმარებისთვის მიმართოს კაცს, ვისთვისაც ღვთისადმი მორჩილება უფრო ნაცნობია. წმინდა ეგნატე. მაგრამ საქმე ის არის, რომ კაცს, რომელსაც ვემორჩილებით, ღრმად და ნათლად უნდა ესმოდეს ღვთის ნება და ჰქონდეს ჯანსაღი შეხედულება სულიერ ცხოვრებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება ზიანი მოგვაყენოს. ამასთან აუცილებელი განვასხვაოთ, რას ნიშნავს დაქვემდებარება საკუთარი ნების მოკვეთა და მორჩილება. ჩვენ უნდა დავექვემდებაროთ არა მხოლოდ საეკლესიო იერარქიას, არამედ საერო ხელისუფლებასაც, იმ შემთხვევაში, როცა არ ირღვევა ჩვენი სარწმუნოების კანონები. საკუთარი ნების მოკვეთა გვმართებს თითქმის ყველგან და ყოველთვის. რამდენადაც ეს შესაძლებელია, არა მხოლოდ ხალხის, არამედ გარემოებათა გამოც. იმ რწმენით, რომ ჩვენს ირგვლივ ყოველივე ღვთის განგებულებით ხდება. რასაკვირველია, აქაც განჯით უნდა ვიმოქმედოთ, განვასხვაოთ რა არის სულისათვის საზიანო და რა არასაზიანო. თუ შევნიშნავთ, რომ სულს ემუქრება დაზიანების საფრთხე, არათუ არ უნდა დავყვეთ სხვის ნებას, არამედ მედგრად გაუძალიანდეთ. ასევე სულიერად გამოუცდელ ხელმძღვანელებთანაც, როცა იძულებულნი ვართ, მივმართოთ აუცილებელია საკუთარი ნების მოკვეთა ყველაფერში, რაც არ გვავნებს. ხოლო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც არის სულიერი ცხოვრების მიმართულების განსაზღვრა, ასეთი მოძღვრის ნდობა არ შეიძლება. საამისოდ უნდა მივმართოთ მხოლოდ და იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ნამდვილად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, არიან მართლმადიდებლობის ერთგულნი და აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სულიერი შეხედულებანი. კარგად იციან წმინდა მამათა სწავლება, აი მხოლოდ ასეთი მოძღვართანაა შესაძლებელი ნამდვილი მორჩილება. ბრმად ენდო კაცს, ვისაც მართლმადიდებლური სწავლება დამახინჯებულად ესმის, ნიშნავს თავადაც მიიღო მემკვიდრეობით ეს დამახინჯებული სწავლება და აღასრულო არა ნება ღვთისა, არამედ კაცობრიული შერყვნილი ნება. იმის და მიუხედავად იქნება ეს სულიერი ხელმძღვანელი, მონაზონი, მღვდელი თუ ეპისკოპოსი. მამები გვირჩევენ, ყველას დაემორჩილენ ნებისმიერ კეთილ საქმეში, ოღონდ არ აყვე ანგარების მოყვარეთ, ვერცხლის მოყვარეთ, ან ამ სოფლის მოყვარეთ, რათა შენი მორჩილება ეშმაკისეული საქმე არ აღმოჩნდეს. რჩევისთვის მას მიმართე, ვისაც როგორც ყველაფერში გამოცდილს უნარი შესწევს, მოთმინებით განიხილოს ის საკითხი, რაც განსჯას მოითხოვს და სწორედ მიგითითოს იმაზე, რაც შენთვის ჭეშმარიტად სასარგებლოა. რჩევისა და ხელმძღვანელობისთვის არ არის საკმარისი, რომ კაცი იყო კეთილმსახური, საჭირო იყო სულიერად გამოცდილი, ყველაზე მეტად კი სულით ცხებული. ასეთია ამ თემაზე წმინდა წერილისა და მამათა სწავლება. კეთილმსახურმა, მაგრამ გამოუცდელმა მრჩეველმა შეიძლება უფრო დაგაბნიოს, ვიდრე სარგებელი შეგძინოს. ამ აზრით გვავალებს მოციქულიც, ნუ იქნებით მონა კაცთა. 1 კორინთელთა მე-7:23 მუხლი. ასევე გვიბრძანებს ხორციელთა უფალთა თქვენთა ემსახურეთ სულიერებით, არა როგორც კაცმოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი
და კაცთათვის გარეგანი მსახურებით აღასრულეთ ნება ღვთისა. ეფესელთა მიმართ მე-6 თავი 56 მუხლი. აც კაცთა მე ვერწმუნო, ანუ ღმერთსა, ანუ ვეძებ რასა კაცთა მοτნებასა, რამე თუ უკეთუმცა კაცთაღა სათნო ვეყოფოდე ქრისტეს მონამცა არა ვიყავ. გალატელთა მიმართ 1 თავის 10 მუხლი. ამბობს მოციქული. ჭეშმარიტი მორჩილებიდან იბადება ჭეშმარიტი სიმდაბლეც და მას საღვთო მოწყალება ფარავს. მცდარი და კაცმოთნე მორჩილებისაგან ჩდება ცრუ სიმდაბლე, რაც კაცს განაშორებს საღვთო ნიჭებს და აქცევს მას სატანის ჭურჭლად. ეგნატი ვერჩელი. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა მორჩილი ცდილობს მიბაძოს ძველი მამების სადარ სრულ მორჩილებას, ყოველგვარი განჯის გარეშე აღასრულოს მოძღვრის სიტყვა, მაგრამ მაშინ მოძღვართაც და დასამოძღვრავთაც წარმართავდა სული წმინდა. ჩვენს დროში კი თითქმის აღარ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ უცდომელ ხელმძღვანელობასა და დამოძღვრას. გაცილებით მეტია ისეთი მასწავლებელი, რომელთაც თავადვე მცდარად ესმის სარწმუნოების საკითხები. უბედურებაა, როცა ასეთი მოძღვრის ყოველ ფრაზასა და სიტყვას მოწაფე აღიქვამს სრულ ჭეშმარიტებად და ზუსტად იცავს მათ. მორჩილება რწმენის სასწაულია. მისი აღსრულება მხოლოდ ღმერთს ძალუძს. მას აღასრულებდნენ ისინი, ვისაც ღმრთისაგან ებოძათ ეს ზეგარდმო ნიჭი, მაგრამ როცა კაცნი მოინდომებენ საკუთარი ძალისხმევით მიაღწიონ იმას, რასაც მარტო ღმერთი გვანიჭებს, მაშინ მათი შრომა ფუჭად ჩაივლის და ამაოდ დაშვრებიან და ემსგავსებიან სახარებაში ნახსენებ მშენებლებს, რომლებმაც გოდლის აგება ისე დაიწყეს, რომ მის დასასრულებლად სახსრები არ ჰქონდათ. წმინდა ეგნატე. შეისწავლეს საღვთო წერილი, მოგვიწოდებს სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმინდა მამათა ნაწერები, განსაკუთრებით სამოღვაწეო ხასიათისა, რათა მათ სწავლებას შეადარო შენი მოძღვრისა და ბერის სწავლება და ქცევა. შეძლო მათი დანახვა ისე, როგორც სარკეში და მიხვდე, რაც ეთანხმება წმინდა წერილს, შეითვისო და გონებაში ჩაიბეჭდო, ხოლო მცდარი და უკეთური ამოიცნო და უკუაგდო, რათა არ შეცდე, იცოდე, ჩვენს დროში მრავალი მატყუარა და ცრუ მასწავლებელი გამოჩნდა. ღვთელმთავარი ეგნატე ბრიანჩაინოვი საუბრობს თუ როგორი იყო ბერისადმი მორჩილება ძველ მონაზვნობაში, რომ ასეთი მორჩილება არ მიეცა ჩვენს დროს. ღირსი კასიანე რომაელი ამბობს, რომ ეგვიპტელი მამები ამტკიცებდნენ სხვა მართო კარგად და თავად იყო კარგად მართული ბრძენთა თვისება. ეს არის უდიდესი ნიჭი და მადლი სული წმინდისა. ასეთი მორჩილების აუცილებელი პირობაა მადლმოსილი მოძღვარი, რომელიც სული წმინდის ნებით მოაგვტინებს დაცემულ ნებას და მასთან ერთად ყველა ნებასაც კაცისა, ვინც მას უფლის გულისთვის დამორჩილდა. ცხადია, დაცემული ნების მოგვტინება, რასაც ესოდენ დიდებულად და ძლევამოსილად აღასრულებს სული წმინდის ნება, ვერ აღესრულება მოძღვრის დაცემული ნებით, როცა თავად მოძღვარი ჯერაც მცნებების მონაა. წმინდა ეგნატე ბრინჩაინოვი. მორჩილების მიღმა შეიძლება იმალებოდეს სხვადასხვა ვნებითი მიდრეკილება, ავხორცული ვნებაც კი, საერთოდ ყველაფერი უზომო, რაც არაა ჭეშმარიტი სიმდაბლისა და ღვთისათვის სათნოყოფის სულით შეზავებული, უეჭველად წაიბილწება რაიმე უწმინდურობით, გახდება ეშმაკ და დასაცინი.